როგორც იქნა გუდაურში თოვლი მოვიდა და სეზონი გაიხსნა. ტელევიზორში თუ Facebook-ზე ბევრს ლაპარაკობდნენ განახლებული კურორტის შესახებ. გადავწყვეტეთ ჩვენც ამოსულიყავით და გვენახა სიახლეები. თან გაგვიგო როგორ ერთობიან ახალგაზრდები არდადეგების ბოლო დღეებში. ამინდი ხელს გვიწყობს, მოკლედ წავედით. შარშანდელისგან განსხვავებით სათხილამურო ტრასები ქვებისგან გაწმენდილი დაგვხვდა. საბაგიროები კი განახლებული და შესაბამისად რიგები შემცირებული. აგრეთვე სასიამოვნო სიახლე იყო Wi-Fi, რომლითაც გუდაური მთლიანად აღიჭურვა. ასე რომ მთის წვერზე იქნებით უსასტუმროში მნიშვნელობა არ აქვს. უკაბელო ინტერნეტი ყველგან ხელმისაწვდომია. Часто приезжаю. ხშირად ჩამოდივარ გუდაურში. წელს უკვე მეშვიდე სეზონია. ყოველ ჩამოსვლაზე ვსრიალებ. კარგია რომ მოვიდა თოვლი, ტრასებიც გაწმენდილია. მოკლედ ძალიან მომწონს. გუდაურში დავდივარ ყოველ წელიწად სეზონზე, იმიტომ რომ ძალიან მომწონს სხვა კურორტებთან შედარებით. ძალიან კარგი ტრასებია, მაგრამ მაინც უფრო კარგი იქნებოდა რომ გაიხსნა ტრასები დამწყებებისთვის, სპორტსკოლებისთვის და სნოუბორდისტებისთვის, იმიტომ რომ ასე თუ ისე ტრასას მაინც აფუჭებენ. საფარი თოვლის უკვე ძალიან კარგია. ყველანაირად ყველა მოთხილამურე არის ყოფილი, იმიტომ რომ ტრასების გატკეპნილია და free ride-ში ანუ გავუტკეპნო ტრასაზეც მშვენიერია და აი ამ კამერით ზუსტად free ride-ს ვიღებ. თუმცა ჩვენი გუდაურში ჩასვლის მთავარი მიზეზი speed riding-ი იყო. საერთოდ ამ სპორტის სახეობის ისტორია 70-იანი წლებიდან იწყება. თუმცა ჩვენთან მხოლოდ მეორე წელია პარაპლანით და თხილამურებით აღჭურვილი ადამიანების ნახვა შესაძლებელი, რომლებიც ციცაბო კლდეებიდან ეშვებიან. Я в 99-м начал заниматься парашютным спортом. К 2004 году я уже напрыгал. 99-ში დავიწყე პარაშუტით გადმოხტომა. 2004 წლისთვის დაახლოებით 1000-მდე ნახტომი მქონდა გაკეთებული. შემდეგ უკვე ამ წითელ პარაშუტს მართავდი. და აი უკვე ეს იყო speed riding-ი. ვეშვებოდი პირდაპირ ციცაბო კლდეებიდან, დიდი სიჩქარით, თან გავუყვალავ თოვლში. Speed riding-ი არა, თუმცა პარაპლანით გაფრენის სურვილი ნამდვილად გამიჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ გაფრენის ადგილი საკმაოდ მაღალი და მიუდგომელი იყო, ოპერატორს ქვევით დარჩენა. მე კი მომზადების და გაფრენის კადრების პატარა კამერით გადაღება მომიცია. მოკლედ ახლა ჩვენ ვართ საბაგიროზე და მივდივართ იმისათვის, რომ გავფრინდეთ პარაპლანით. პირველად მივდივარ და არ ვიცი რამდენად გამოგვივა. ეხლა მთაზე ავდივართ და გადმოვფრინდებით. დღეში 15-ჯერ ვეშვები ხოლმე. თავარია იფრინო და იფრინო. ეხლა ჩავალთ იმ ადგილას, სადაც უნდა გავშალოთ პარაპლანი და წავედით. გადახტომა ექშენი ფილმის კადრს გავდა. ხილამურებით ეშვები დაღმართზე. მერე 1, 2 და 3-ზე უკვე ჰაერში ხარ. დიდი სიამოვნებაა თოვლიანთებს მაღლიდან რომ დაყურებ. თან ადრენალინი გარანტირებული გაქვს.